მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არის გადაცემა ეპიცენტრი, მე კიმისი წამყვანი სალომე შუბითი ძებთ. დღეს საკმაოდ აქტუალური თემით ვდგებით თქვენს ეთერში. წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ და შევეხეთ ადამიანის უფლებებს. და ისიც საკმაოდ მკაფიოდ აღნიშნეთ, რომ ეკოლოგია და ეკოლოგიური პრობლემები და ჯანსაღ ეკოლოგიურ გარემოში ცხოვრების უფლება ჩვენ ადამიანებს გვაქვს. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ დღეს მოვიწვიე ირინა ჯაფარიძე, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვის რედაქტორი. გამარჯობათ ქალბატონო. პირველ რიგში დავიწყოთ ეკოლოგიაზე საუბრით, რა ძირითადი პრობლემები არსებობს ზოგადად მსოფლიოში ამ თემასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობთ მოწვევისთვის და მადლობთ იმისთვის, რომ დაინტერესდით ასეთი აქტუალური თემით. მსოფლიოში ზოგადად ეკოლოგიური თვალსაზრისით არსებობს ძალიან ბევრი პრობლემა. ძალიან ბევრი პრობლემას გამოყოფენ და მიაჩნიათ, რომ თქვათ, მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს ისეთი სერიოზული თემა, როგორიც არის კლიმატის ცვლილება. კლიმატის ცვლილება, რომელიც არ არის რომელიღაცა კონკრეტული ქვეყნისთვის მხოლოდ, ეს გლობალური პრობლემაა და შესაბამისად მოიცავს მთელ მსოფლიოს და თუ ჩვენ გონია, რომ საქართველო მთელ მსოფლიოსგან ამ შემთხვევაში განყენებულია და შეიძლება ეს ჩვენთან არ მოხდეს, მსგავსი რამ არ არის, იმიტომ რომ ჩვენ მთლიანად ამ პლანეტის ნაწილი ვართ. აქედან გამომდინარე, კლიმატის ცვლილებას მოყვება სხვა რიგი ეკოლოგიური პრობლემები, თქვათ ესე როგორც თქვათ საბინადრო გარემოს განადგურება, რომელიც სახეობების გადაშენებას იწვევს შემდეგ, ამას მოყვება ასევე ოკეანების ესე თქვათ წყლის დონის და ამბობენ, რომ ყინულის საფარი იმდენად სწრაფად დნება, რომ ერთხელაც შეიძლება ძალიან ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით კუნძულოვან სახელმწიფოებზეა საუბარი, აღმოჩნდეს წყალქვეშ, ესე ვთქვათ, და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი ცვლილება ჩვენს პლანეტაზე და საქართველოც ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, აი ამ დიდი გლობალური პრობლემის და გამოწვევის წინაშე დგას, ესე როგორც ყველა დანარჩენი მსოფლიო. ქალბატონო ირინა, გასაგებია ის სტიქიას ჩვენ ფიზიკურად ვერ მართავთ, ეს ბუნების კანონია, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი მიგვიწვევს ეკოლოგიურ პრობლემებში ადამიანებს. ახლა მინდა სწორედ ვისაუბროთ იმ ჩვენ წვლილზე, რომელიც სამწუხაროდ უარყოფითია მსოფლიოში. და შემდეგ უკვე დავკონკრეტეთ საქართველოს. ეთით რა არის ადამიანებმა მოახერხეს ის, რომ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინეს ესე ვთქვათ გარემოზე. ეს გავლენა მდგომარეობს იმაში უпростоრად, რომ ჩვენი მოთხოვნები დღითი დღე იზრდება და ამ ჩვენი მოთხოვნების ესე ვთქვათ დასაკმაყოფილებლად ძალიან ბევრი ისეთ რამეს ჩავდივართ, რომელიც შემდეგ ბუმერანგივით უკან გვიბრუნდება. აქედან გამომდინარე, ზუსტად ამაგას ვამბობდი, რომ როდესაც ჩვენ უხეშად ვერავით ბუნებაში, ანუ ვილებელყოფთ ესე ვთქვათ მის კანონზომიერებას, რა თქმა უნდა პრობლემები გროვდება, ეს შეიძლება იყოს ან რაღაცა მოკლევადაში რაღაც მოხდეს, ან რაღაც შეიძლება მოხდეს ხანგრძლივ პერიოდში, მაგრამ აუცილებლად მოხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ცოტა ბუნებასთან, გარემოსთან ურთიერთობაში და ამ გარემოს ნაწილი ჩვენც ვართ. აქედან გამომდინარე, უფრო მეტი დაფიქრება გმართებს და უფრო მეტად გმართებს ანუ გაანალიზება იმის, თუ თითოეულ ჩვენ ქმედებას რა შეიძლება მოყვეს. აქედან გამომდინარე, როცა უხეშად ვერავით ბუნებაში, რა თქმა უნდა, ეს უკან გვიბრუნდება. სამწუხაროდ 13 ივნისის სტიქიას გავიხსენებ ახლა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანისთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. რატომღაც მიიჩქმელა ეს თემა და არავინ არ უსვამს ხაზს რა მოხდა რეალურად 13 ივნისს. სტიქიური მოვლენაა, გასაგებია და ფიზიკურად ვერ შევეწინააღმდეგებოდით მას. თუმცა არსებობდა რეალურად პრევენციის ზომები ამის შესაჩერებლად. ანუ როგორ ფიქრობთ თქვენ, მართლა იყო შესაძლებელი ამის შეჩერება, თუ ეს უბრალოდ უნდა დამორჩილებულიყავით? იცით რა, სტიქიის შეჩერება ცოტა ესეთი ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ ჩვენ ვერ მოვახერხებდით შეჩერებას და მოსახდენი მაინც მოხდებოდა. შესაბამისად, ალბათ იქ იყო რაღაცა რიგი მიზეზები, რიგი პრობლემები, რამაც საბოლოო ჯამში ამ მდინარე ვერას ადიდება და ასეთი თქვათ ასეთი დიდი კატასტროფა გამოიწვია. თუმცა ცნობილია, რომ ამ მდინარეს, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ ისეთი უწყინარია და შეიძლება წლების მანძილზე ნაკადულივით მოჩუქს. საფეგარ უყურებ და გონია რომ
არ შეიძლება ამ რაღაცა ძალიან ისეთი დიდი ზიანი მოგაყენოს და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას ადამიანისას, თუმცა ესე არ არის, ხშირად ესეთ პატარა, ესეთ უწყინარ მდინარეს ახასიათებთ ესეთი მოვარდნები, ესე ვთქვათ, მით უმეტეს ინტენსიური წვიმის პირობებში, ვერ ვიტყოდი, რომ ამის შეჩერება რაღაც არ ვიცი, ზარალის შემცირება ხომ შეიძლება და აი გარკვეულ კონკრეტული პასუხი ვერ გაგცემთ ახლა, იმიტომ რომ მე არ ვარ ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში კომპეტენტური გასაპირად ამაზე ვერ ვისაუბრებ სამწუხაროდ. იცით, ზოგადად საქართველოში რეალურად რა ხდება? ანუ ეკოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ არის რაღაც რიგი პრობლემები, რომლებიც რეალურად არ ჩანს. ანუ საუბრობენ იგივე რაღაც გამონაბოლქვი, ამდენი ქარხანა იქნება. ძალიან ამძიმებია სიტუაცია, მართლა მძიმე სიტუაცია, მაგრამ არის რაღაც ისეთი პატარა მინიმალური რაღაცები, ისი გამოსწორებაც აი თითოეულ ჩვენთაგან შეუძლია ძალიან ელემენტარული. რა ხდება რეალურად საქართველოში? საქართველოში, აი მოდით ცოტა მას შორიდან დავიწყებ. საქართველოში გარემოს დაცვის კუთხით არასდროს ესე ვთქვათ არ იყო აქტიური საზოგადოება. რამ გამოიწვია მათი ესეთი პასიურობა? ანუ როცა შენ გაქვს რაღაცა მოქალაქეობრივი, ასე ვთქვათ, პოზიცია და ეს არ უნდა იყოს რაღაცა კონკრეტულ თემებზე მხოლოდ გადანაწილებული, უნდა იყოს გარემოს დაცვაც უნდა იყოს ამ ხრივ აქტიურად შენ ასე ვთქვათ მოქალაქეობის პოზიციაში, რადგან შენ ხარ ამ გარემოს ნაწილი. რამ გამოიწვია ესეთი უდიერი და უდიერს ვერ ვიტყოდი ხა არ მინდა რაღაცა ესეთი ძალიან კატეგორიული იყო, მაგრამ ალბათ ეს მაინც არის ინფორმირებულობის ნაკლებობა. ანუ ჩვენმა საზოგადოებამ ან რაღაცმა ნაწილმა, ან ძალიან ბევრმა, ან რაღაცა ცოტამ არ იცის თქვათ რას შეიძლება მოყვეს მის ქმედებას. თქვათ არ აქვთ მათ ინფორმაცია გარემოს დაცვაზე. შესაბამისად განათლება, არ მინდა ვიხმარო რაღაც ისეთი ძალიან კატეგორიული ვიყო, მაგრამ გარემოს დაცვითი განათლება როგორც ესეთი აუცილებელია, რომ საზოგადოებამ ამას ყურადღება მიაქციოს. იცით, ქალბატონები დაახლოებით მე-3-4 გადაცემა ახლა ეს ჩემი და რამდენი სტუმარიც არ მოვიწვევს ყოველთვის ამ პრობლემას ვაცნობთ. ხალხის არაინფორმირებულობა. რითი შეიძლება რომ ხალხი მეტად ინფორმირებული გახდეს, რითი შეიძლება გაიგონ. იგივე თავიანთი უფლებები, ჩვენ ხო გვაქვს უფლება რომ ჯანსაღარემოში ვიცხოვთ. პირველ რიგში აქედან დავიწყოთ და მე იმით რომ ჩვენ მოვალეობა გვაქვს რომ მას გავუკეთოთ. ჩვენი უფლება არის ის, რომ ჯანსაღარემოში ვიცხოვროთ. ჩვენი უფლება არის ის, რომ გქონდეს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. აქედან გამომდინარე გარემოს დაცვის კუთხითაც ვამბობ ამას. თუმცა, რატომ არის, ჩვენ არ ვართ აქტიური საზოგადოება. როდესაც რაღაცა ხდება მსოფლიოში, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, გულისხმობ მსახიობები, მღერმები, უბრალოდ საზოგადო მოღვაწეები, ამაზე სისტემატიურად საუბრობენ. იღებენ ფილმებს, აწყობენ აქციებს, არ ვიცი, გაეროს კეთილინების ელჩები ხდებიან გარემოს დაცვითი კუთხით. თუმცა მე არ ვსაუბრობ ამას მხოლოდ ესე ვთქვათ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შესახებ. ზოგადად საზოგადოება არის ჩვენთან პასიური ამ კუთხით. ჩვენ უნდა გამოვაცოცხლოთ საზოგადოება და დავაინტერესოთ ამ მიმართულებით, რა შეიძლება რომ მათ გააკეთონ. პირველ რიგში უნდა გააკეთონ ის, რომ გქონდეთ ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს საშუალება მათ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ გაიგონ რა არის ეს ყველაფერი, რა არის გარემოს დაცვა და რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი იყვნენ გარემოს დამცველები. გარდა ამისა, საზოგადოების ჩართულება ნებისმიერ, ესე ვთქვათ, აქტივობაში. ნებისმიერ აქტივობაში, რაც შეეხება გარემოს დაცვას, კი ბატონო, მაგრამ ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჩართვა. რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში ყველაზე, ესე ვთქვათ, საჭირო ყველაზე მეტად მოხდეს ახალგაზრდა თაობის ჩართვა ამ საქმეში. ბავშვების ჩართვა, მოზარდების ჩართვა, სტუდენტების ჩართვა, რომელიც მართლა ძალიან დიდი ძალაა და რეალურად თუ მათ შეუძლიათ რამე გააკეთონ თავიანთი ქვეყნისთვის. ანუ შენ რო დღეს მათ რაღაცას, ესე ვთქვათ, მისცემ იმ საშუალებას, რომ იცოდნენ როგორ იცხოვრონ, ბუნების მეგობრები როგორ გახდნენ და ისინი არასდროს არ მოიქცევიან ისე შემდეგ რომ რაღაცა, ესე ვთქვათ, ზიანი მიაყენონ ან რაღაცა არასწორი ქმედება ჩაიდინონ ამ კუთხით.
ეცეთ არის ძალიან მიჭირს ესე პირდაპირ საზოგადოებისთვის იმის ღიად დანახება, რომ არასწორად ვიქცევით, რაც არ უნდა იყოს არასწორია ეს აქცენტი, მაგრამ ალბათ ისევ ჯობია, რომ სიმართლეს თვალებში შევხედოთ. სწორედ ამიტომ მინდა ცოტა უხეში სიტყვა ვიხმარო და შემდეგი კითხვა დაგისვათ. თქვენი აზრით, აი მართლაც უხერხულად ჟღერს, მაგრამ გაუნათლებლობა, რაც რეალურად ახლა არის. ეს მოდის სკოლიდან, სტუდენტობის ასაკიდან, ყველა თაობაში იყო, მხოლოდ ჩვენ თაობასაც უხერხს თუ რა პრობლემა დგას რეალურად საქართველოში ამ მხრივ? იცით რა, როგორც ესეთი გარემოს დაცვით თუ შევეხებთ საქართველოს სისტემას, როგორც ესეთი გარემოს დაცვით საკითხები მათ გადანაწილებული აქვს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საბუნების მეტყველის საქმეში. თუმცა ეს სკოლის პირობებში, ანუ ამის სწავლება ეხლა უფრო აქტიურად იქნება, იმიტომ რომ როგორც ჩემი ინფორმაციით უკვე სავალდებულოა, რომ გარემოს დაცვითი საკითხები, აი სასკოლო საგანმანათლებლო, ესე ვთქვათ, გეგმებში უკვე ასახულია და შესაბამისად ბავშვები უფრო მეტად დაინტერესდებიან ამ საკითხში. გარდა ამისა, სკოლებში იქმნება აქტიურად, ესე ვთქვათ, და ამაში ჩვენი ორგანიზაციაც მონაწილეობს, ეკოკლუბები, არის უკვე ეკოკლუბები და ძალიან ბევრია და ბავშვი, რომელსაც აინტერესებს ეს თემა და ისეთების ვთქვათ, რომელსაც პირველ ეტაპზე არ აინტერესებდა, მაგრამ სხვების მაგალითით გაუჩნდათ სურვილი, რომ ჩაერთონ ამ საქმიანობაში. ასეთი ბავშვები რეალურად არსებობენ. და მთავარია აი ამ რაღაცა ამ ჯგუფის შექმნა, ამ გუნდის შექმნა, რომელმაც იცის რა არის ეს, რა შემდგომარეობს პრობლემა და სად უნდა ეძიოს პრობლემის გადაწყვეტის გზები. ან როგორ შეძლებს ისე იცის როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა, თუ არ მოაგვაროს რაღაცა გარკვეულ კონდიციამდე მაინც მიიყვანოს, ხო? აქედან გამომდინარე, ბავშვები, როდესაც ამ ყველაფერს ეცნობიან და ითავისებენ, აანალიზებენ და ანუ იმ გარემოში, რომელშიც ცხოვრობენ, აანალიზებენ იმას, რომ ეს გარემო არის მათი სახლი და თვითონაც ამ სახლის ნაწილი არიან, მათ უკვე უჩნდება სურვილი, რომ ამის შესახებ მოუხდეს თავიანთ მეგობრებს, თავიანთ თანატოლებს, რომელმაც შეიძლება რაღაც ეტაპზე ეს არ იცოდა. ანუ ეს ყველაფერი რაღაცა ქმედება, რომელიც ანუ კარგი ქმედება ხო ამბობენ, რომ ანუ კეთილი საქმე გადამდებიაო, აქედან გამომდინარე, აი ეს რაღაცა ტალღა უნდა აგორდეს და აუცილებლად მივავთ ალბათ იმ ეტაპამდე, რომ ეს იქნება პრიორიტეტი. ანუ გვაქვს პერსპექტივა, ძალიან კარგი. ეხლა ცოტა უნდა რომ დავკონკრეტდეთ და აი ჭადრების თემას შევეხო, რამდენიც გასაოცარი არ უნდა იყოს. მე ძალიან ბევრი ალერგიული ადამიანი შემხვდა, უბნებში აწუხებთ ეს საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჩქმეულია ეს თემა, საკმაოდ აქტუალურია, იმიტომ რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჯანდაცვასთან, პირდაპირ კავშირშია ხალხის ელემენტარულად გარეთ გამოსვლასთან, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ჭადრების გამო სახლში რჩება. და ანუ ეს სეზონზე ალბათ ყოველთვის ჯო ყვავის და გამოყოფს რაღაც ბამბისებურ რაღაც ნაყოფს, რომელიც ხალხს იძულებულს ხდის, რომ ალერგია გამოავლინ. რა პრევენციის საშუალებები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და ანუ დგას თუ არა ეს პრობლემა მართლა ისე გლობალურად, როგორც მე ვხედავ ამას? იცით რა, ქალაქში არსებობს სახეობები, რომელიც ქალაქის გამწვანებისთვის არის, ესე ვთქვათ, საჭირო, ხო? წინასწარ, როდესაც რაღაც სახეობის ღირებულება ქალაქში ხდება, ყველა თქვათ რა შეიძლება დაირგოს, რა შეიძლება არ დაირგოს. აქედან გამომდინარე, ჭადრები მართლაც ბევრია თბილისში და ძალიან ბევრი ალერგიული ადამიანის დადის და ზოგადად ალერგია 21 საუკუნის გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, მე ესე გადაჭრით ვერ ვიტყვი რა შეიძლება იყოს, არის თუ არა ეს ნამდვილად ის ბუსუსები, რომელსაც ჭადარი გამოყოფს, ამისი ბრალი მათი ალერგიული ფონი და ეს ცრემლდენა და რაც იწვევს ამ ყველაფერს, თუმცა ამბობენ, რომ ჭადარი დგას ქალაქში, იმიტომ რომ აი ეს განტვირთოს, ანუ როგორ თქვა, ჯანსაღი ჰაერის ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს იმის უნარი, რომ ანუ როგორ თქვა, ტვერი, რომელსაც ეს ვთქვათ ქალაქში საკმაოდ ბევრია, ხო? შთანთქავს და რაღაცნაირად სწორედ ეს ინფორმაცია მინდოდა რომ მაყურებელმა მიგვეტანა. ჩვენი გადაცემა დასასრულს მეუახლოვდა და გადაცემის ბოლოს მე და მთელ ეკოხედოს მინდა რომ მოგიწოდოთ ხალხო, რომ გაუფრთხილდეთ გარემოს. ჩვენ მისი ნაწილი ვართ ასე თუ ისე, უნდა ვიზრუნოთ მასზე. ყველაფერი ბუენარგივით გვიბრუნება უკვე.
ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მომზადებისთვის, მადლობა ყურებისთვის და იქნებ გავითვალისწინოთ ის რჩევები და ის მოსაზრებები, რომლებიც დღეს მოვისმენთ. ნახვამდის გაზეთაში იყო ეპიცენტრი.